მაგარი ძალიან მაგარი დაპირისპირება იქნება. საინტერესო იქნება ეს დაპირისპირება დენის კრეტუს. საკმაოდ კარგი ჭიდაობა აქვს და ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს დაპირისპირება და როგორ ჩაივლის. გევ გრიგორიანის წინააღმდეგ დებიუტანტი იყო ის წინა IFC-ზე და დღესაც ეცდება რომ თავისი გამარჯვებით ამ სიამოვნებით დაავსოს, რა თქმა უნდა, ახალციხის გუნდი მე-13 ლეგიონი, რომელიც ხოჭოს პირველი გუნდია, როგორც ესე MMA-ის დარეგისტრირებული საქართველოში. From Georgia, Kebord Grigorian. ახლა კი მოусმინოთ და დავტკბეთ გიევ. მეტოქეზე განსაკუთრებული არაფერი შევისწავლე მაგის ჭიდაობის ილეთები, ანუ როგორ ჭიდაობს, როგორ ჩხუბობს, უყურე თავის ჩხუბებს და განსაკუთრებული არაფერი. მოვემზადე კარგად, მომზადების პერიოდი ძალიან კარგად გავიდა, წონის კლების პერიოდი ძალიან კარგად და ძალიან მაგარ ფორმაში ვარ. IFC 21-ზე ნოკაუტს გპირდებით. რასაც ვამბობდი, გევ გრიგორიანი ნამდვილად არის საქართველოსთან ძალიან დიდი პროსპექტი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ძალიან დიდ სახელს იტყვის. მე ამის ძალიან ჯერა და ძალიან დარწმუნებული ვარ. თუნდაც პირველი მისი ბრძოლა ავიღოთ, პირველი ბრძოლა პრო MMA-ში, ესე რომ ვთქვათ, პირველი რაუნდი, პირველი ფინიში. ნახოთ დღეს გევ გრიგორიანი როგორ იქნება მზად მის მოწინააღმდეგესთან საჩხუბრად, რადგან კრეტუ ძალიან კარგი, ესე რომ ვთქვათ, მოჭიდავია და ძლიერადაც უტყავს. ნახოთ, ნამდვილად რას დაუპირისპირებენ ისინი ერთმანეთს. Introducing to first fight out of the
He's 26 years old, standing 178 centimeters tall, weighing in 70.8 kilograms. Professional record, 1 win, 4 losses. Ladies and gentlemen, representing Maximus Voyevod, Chisinau, Moldova, here is Denis Krato. His opponent fighting out of the red corner. He's 18 years old, standing 178 centimeters tall, weighing in 70.7 kilograms. Professional record, 1 bout, 1 win. Ladies and gentlemen, representing Club 13 Legion, Achalsiche, Georgia, here is Kevor, the Gorilla Gregorian. Your referee judge, Marco Brodersen. მაშასე იწყება კრეტუ გრიგორიანის წინააღმდეგ. ნახოთ ეს მებრძოლები რა შესთავაზებენ ერთმანეთს. ძალიან საინტერესო ორთაბრძოლაა. მებრძოლებმა შეახეს ეხა ერთმანეთს ხელთათმანები და დაიწყო ბრძოლა. კრეტუ გადავიდა პირველი დარტყმით შეტევაზე. ეს იყო კიკი, მეორე კიკი აიცილა გევომ. ერთიან და შემდეგ ჰუკით ცდილობდა, ჯების შემდეგ ჰუკით ცდილობდა შეტევაზე გადასვლას. კარგი ჰედკიკი მოარტყა. ეხა გრიგორიანმა, კი, მაგრამ ბლოკში მოხვდა კრეტუს ეს დარტყმა. ისევ აი ძალიან კარგი შეტევები, ძალიან ძლიერი დარტყმით გადავიდა ეხა გრიგორიანი შეტევაზე. ისევ ძალიან და არის გრიგორია შეუძლია ფინიშის მოპოვება. შეუძლია ძალიან პარისებული დარტყმა შესანსავდა ნამდვილად მთელი ბათუმი. შეუძლია ეხა არ უნდა წამოაყენოს, მაგრამ ჩემი აზრით შეუძლია წამოაყენოს გრიგორიანმა თავისი მოწინააღმდეგე, რადგან აშკარად ჯობნის ის ესე ვთქვათ სტრაიკინგში მას. გომში აშკარად უკეთესია გევო. ნამდვილად. ჩაპა ეხა გრიგორიანი, რადგან თავისინებით არ დგებოდა კრეტუ ფულმაუნძი აპირებს ეხა გადასვლას. გრიგორიანი ძლიერი დარტყმები ისევ თავის არეში. თავის მხრივ ესე რომ ვთქვათ, როგორც კუბაქანში ისე მალავს ეხა თავს კრეტუ, მაგრამ არ გამოსდის ეს ხელები ჩამოაგდებინა გრიგორიანმა და გადავიდა შეტევაზე. შეიძლება ტექნიკური ნოკაუტიც ეძებოსადმი აქ გრიგორიანმა. კი და ამისკენ მიდის კიდეც გრიგორიანი. უნდა გამოიყენოს. ნამდვილად ძალიან მაგარ პოზიციაშია ეხა გადასული. შეუძლია ისა გრიგორიანს იმუშაოს ძალიან ბევრ პასუხო დარტყმას ურტყავს ეხა გრიგორიანი. ვერაფერს ვერ აკეთებს დენის კრეტუ. აი ნამდვილად მის ზედმეტ სახელს ნამდვილად ამას. ბრავო! გრიგორიანი გამარჯვებულია. ისევ პირველი რაუნდი, პირველივე ფინიში. აბარა გრიგორიანი ფანტასტიკური გამარჯვება. გრიგორიანის ეს იყო შოუ. ფანტასტიკური, ჯერ ხუმბარისებული გასროლა, ძირდაგდებული. მოლდოველი კრეტუ და შემდეგ ფულმაუნჯი ტექნიკური ნოკაუტით დაფინიშებული მისი მოწინააღმდეგე ულოცავ თლიან ახალციხეს, თლიან მე-13 ლეგიონს და გრიგორიანს და ასევე ულოცავ თელ ბათუმს აი ასეთი მაგარი ბრძოლის ხილვას. შესანიშნავი გამარჯვება, რომელიც მოიპოვა გრიგორიანმა. ფანტასტიკური იყო დღევანდელ დაპირისპირებაში და მიულოცოთ მას ეს წინვალე მოგება. ამბიც ნამდვილად აქვს შანსი რომ გახდეს ძალიან დიდი მებრძოლი. ვაკო, თუ დამიჯერებ გრიგორიანი უკვე მეორედ ამბობს თავის სიტყვას და კიდევ ძალიან ბევრჯერ იტყვის გევ არის ძალიან დიდი პროსპექტი საქართველოსთან. ძალიან დიდი პროსპექტი. რომელმაც იცის ჭიდაობაც, გომშიც კარგია და ვნახავთ გომი კი ვნახეთ უკვე აქ როგორი ხუმბარისებული დარტყმები ქონდა მას. გრიგორიანი არის უბრალოდ სრულყოფილი მებრძოლი. Goal stop the contest at 2 minutes and 2 seconds of the very first round. Your winner by technical knockout due to punches, Kevor Gregorian.
ნამდვილად დაიმსახურა მან ეს მოგება. ახლა კი მოусმინოთ მის კომენტარს. ხოლო 18 წლის ადრე მადლობა ყველას თითეულს გენაცვალეთ. პირველ რიგში მადლობა ორგანიზაციას და ორგანიზაციის პრეზიდენტს გოჩას სიმოიანს. მადლობა ყველაფრისთვის. მეორე მადლობას მინდა რავი რანაირი მადლობა მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მიშას ჩემ ტრენერს და თავის თლიან ოჯახს მიყვარხართ გულში. მადლობა ჩემ ოჯახს. და მინდა ბიძა ჩემს მოულოცო დაბადების დღე რუსეთში. მე ხოფარ წანუთაში დორავორ ქეზი ჰამარასი ბოიას. Armen Hopper. ყველას მადლობა გენაცვალეთ. შემდეგ ივენტზე თუ საშუალება იქნება კიდე გავმართავ ბრძოლას. მადლობა დიდი. Come on, Rikara! ძალიან მაგარი დაპირისპირება იყო. ნამდვილად ვაკო რაღაც ყუმბარისებული დარტყმა. აი აქ გამეორებაზეც კი გამოჩნდა. რაღაც მართლა გორილას ძალაქვს ამ ფიცხელებში. IFC presenting the women's fight. 3 rounds in IFC cage weight at 54 kilograms division.